მოგესალმებით. ამ ვიდეო გაკვეთილში განვიხილოთ თუ როგორ გავაკეთოთ ჩვენს ბრაუზერზე Google Chrome-ზე ვიზუალური სანიშნები თან ძალიან ლამაზად. შესაძლოა შევიდეთ ჩვენს ბრაუზერში. შემდეგ settings აქ ჩაშენება და ავირჩიოთ უფრო მეტი. აქ გივწერთ FVD ეს და დავამატოთ ის ჩვენს Chrome-ს. add აქ გადმოიწერება ახლა ეს დაველოდოთ ცოტა ხანი. ეს ძალიან კარგია. შემდეგ next და let's start. როგორც ხედავთ, პირველ ეტაპზე გამოვიდა ესენი. მე გასავლით პირველ რიგში როგორ შევცვალოთ მაგალითად ჩვენი სურვილით ეს ვიზუალური სანიშნე ავტომატიური გადახედვა და აქ ავირჩევთ ჩვენთვის სასურველს. მაგალითად იყოს ეს. ანალოგიურად შეგვიძლია გავაკეთოთ Twitter-ზეც. კარგი, დავტოვოთ აქ რომელიც არის Amazon-ი. ავირჩიოთ ერთ-ერთი eBay კარგი იყოს ეს. ეხლა კი დავამატოთ ახალი მაგალითად ბლოგი. ვნახოთ აბა რა გვაქვს. კარგი, ავირჩიოთ ერთ-ერთი. ეხლა translate იყოს ეს. აი, ერთი რაღაც მინდა გაჩვენოთ. თქვათ აი ამ ჩამონათვალში არ მოგვეწონა სასურველი, შეგვიძლია ვნახოთ უფრო მეტი. და შესაბამისად ავირჩევთ ჩვენთვის სასურველს. და ასე შემდეგ. შეგვიძლია შევავსოთ ესენი ყველა. აი ამ შემთხვევაში მე ჩემი ბლოგის სახელით ჩავწერე და არ ავირჩევა არც ერთს და ვნახოთ რა გამოვა. აი აქეთ. ის თვითონ მოძებნის ჩემს ბლოგს და მის საწყის გვერდს შემოკლებულად ჩამესვამს მე. ნახეთ როგორ გამოვიდა. კარგი, ახლა გავაკეთოთ Google-ზე. Google-ზე როგორც ხედავთ, არაფერი არ გამოაქვს, ანალოგიურად მოგვიწევს აქაც გაკეთება. ნახოთ YouTube. ეს არის YouTube-ის შემოკლებული დასახელება, ამიტომ არ დაგაგნებთ. მოდი მაშინ დავწეროთ სრულად სჯობს ამ შემთხვევაში. ესეც ჩვენი YouTube.
ახლა ვნახოთ Wikipedia. მოკლედ დანარჩენი თქვენ თვითონ გააგრძელეთ, ხოლო ამ ვიდეო გაგვეთილისთვის სულ ეს იყო, გმადლობთ ყურადღებისთვის.